მოგესალმებით და დაგათვალიერებინოთ ჩვენი წრომის ბაღი. მობრძანეთ. ეს არის სენსორული ბილიკი, უკვე ეს არის გადასახტომი და საძრომი ბილიკები, რაზეც აქაც ფიზიკური აქტივობა ხდება, სახლი, რომელშიც ძალიან უყვართ სახლობანას თამაში, შიგარიან დედა, მამა, შვილები ყავთ და სტუმრებსაც ეპატიჟებიან ხოლმე. აქ გვაქვს ქვიშა, რომელშიც ძალიან არქეოლოგიურ გათხრებს ვაწარმოებთ, პოულობთ რაღაც ნივთებს და ასევე ვაკეთებთ ქვიშის ტორტებსაც, ნამცხრებსაც და ვუსადაგებთ ხოლმე სამზარეულოსაც. ავტობუსი, სადაც ყავს მძღოლი აუცილებლად და უკვე თავისი მერე მგზავრები. ეს უკვე არის გემი. ყავს კაპიტანიც, რომელიც მივყევართ ესე გვიქნევს ხოლმე ხელს და კარგად ზღვა გვაქვს ხოლმე აქ მოწყობილი და ბავშვებს უყვართ ეს თამაშები ძალიან. აქ ბავშვები ცდილობენ ჩაასხან წყალი და ნახონ ხმას გამოსცემენ თუ არა. გვაქვს ბოტები კარადაში, რომ არ დავისვაროთ და ვითამაშოთ თავისუფლად. აქ მოსვენების ცენტრი გვაქვს და დილით კარგამინდებში, როცა ზაფხულია, შეხვედრების ცენტრი აქ გვაქვს ხოლმე. ეხლა მინდა დაგათვალიერებინოთ შიდა სივრცეთ, წამობძანეთ. დავიწყოთ დრამატული სივრციდან. თამაშობთ ხოლმე კიდევ, ხან არიან, რავი, უნდა ზამთარში, უნდა ქუსლიანები ჩაიცვან და ყველა ტანსაცმლითაც კი გამოხატავენ თავიანთ ემოციებს ხოლმე, როგორ განწყობაზე არიან. აქვთ პარფიუმერია, სადაც იპრანჭებიან ძალიან უყვართ პომადები და სამკაულები. ეს არის ხელოვნების სივრცე. გვაქვს აქ თექა, რომლითაც ბავშვები ძალიან კარგად და ყავს ხოლმე მოწვეული სტუმრები, რომ თექაზე მუშაობა ვისწავლოთ. გვაქვს მძივები, რა ვიცი, ფერადი ჭრაჭუნა ქაღალდები, ფანქრის ნათალებიც, კბილის ჩხირები. ეს მხარი არის ხელოვნების ცენტრის, მაგრამ როგორც უკვე კვლევა აღმოჩენების სივრცე, მეცნიერების სივრცეს ეძახიან ბავშვები ამას, საერთო მასალები გვაქვს და ASM შუაშიც, იმიტომ დავდგით ეს კედელი. თავია ბავშვების ხელით შექმნილი სასწორი გვაქვს აქეთ. აქ გვაქვს კიდევ კომპასი. ეს სოდა, რითიც ექსპერიმენტებს ატარებენ ბავშვები. გვაქვს ძმარი, შერეული ფერები, ჭოგრიტი, რა ვიცი, სხვადასხვა ფაქტურის მართულები, გვაქვს კიდევ მიკროსკოპი. ეს არის სენსორული სივრცე, სადაც გვაქვს ნიჟარები წყლით, ქვიშა ყუთით და განათების მაგიდა, რაზეც ბავშვები აკეთებენ კვლევა აღმოჩენებს და თან ეხებიან და შეიგრძნობენ. ეს არის წიგნიერების ცენტრი და ახლოვესვე გვაქვს მოსასვენებელი კუთხეც წიგნიერების ცენტრთან. სამაგიდო თამაშებს თამაშობენ ბავშვები. ითვლიან, არაგებენ. კუბურების სივრცე, სადაც ბავშვები აგებენ კონსტრუქციებს და სხვადასხვა ფაქტურის მასალით. გვაქვს, ხედავთ, აქ გირჩები, გვაქვს ხის ტოტები, ქვები, ნიჟარები და აქ კიდევ ხის კუბიკები. ბავშვები სხვადასხვა კონსტრუქციებს აშენებენ, აგებენ, თან იყენებენ ამ ხის ცხოველებს. ეს არის მუსიკალური ცენტრი და უკვე არის შეხვედრების სივრცე. გაერთიანებული ერთ სივრცეში და ამას ვიყენებთ როგორც შეხვედრების სივრცეთ, ისე მუსიკალური განვითარებისთვის ბავშვებთან. გვაქვს ეს ჩვენი შექმნილი, მშობლების დახმარებით შექმნილი თოჯინების თეატრი. იქ არის კიდე დოლები, დაირები, რომლებიც ბავშვებმა გააკეთეს. ეს არის ჩვენი ჯგუფის სივრცეები, სადაც უნდა მოხდეს ბავშვის ჰოლისტური განვითარება.